აბა დილამშვიდობის სპინინგისტებს. მოვიდა თევზაობის დრო, როგორც იქნა. ხელი ზამთარი არ მითევზავია. მოვედი ჩემს საყვარელ ალგეთზე. დედალოვა. ნავის გარეშე, ცოტა ფეხით უნდა ვიარო, თორე გამისუქდა ღიპი ზამთარში. და ნავს ცოტა ხანი დავასვენებთ. დღეს ვითევზავებ Black Swan-ით 4 გრამამდე. უნდა დავამუღავო მოკლედ ეს დაბალი ტესტი რა. დღეს ტურნირი იყო, მაღაზია მეტეორმა ჩაატარა. 100 მონაწილე იყო. ძალიან საინტერესო ტურნირი იყო და პირველ ტურში დიდ გრამაჟობით გამოვედი 12 გრამამდე. 4 თევზი დავიჭირე და მეორე ტურში უკვე ამით და 6 თევზი დავიჭირე. ხო და ამით რომ მე კარგად დავამუღალო, რაღაც შანსები მექნება მომავალ ტურნირებზე. ნახოთ აბა ერთი რა ხდება საერთოდ ალგეთზე. ვაპირებდი ჩასვლას სათავისკენ იქით ფარგების ადგილზე, მაგრამ ჩემი მონსტრი ჯიპი ცუდად არის, პროფილაქტიკაშია და ეს მეორე ცოტა ნაზია და ვეღარ ჩავედი ესეთ ამინჩა იწვიმას არ ველოდი და სისველეს რა და ჩამოვედი აქეთ აბელიანის მხარეს მოკლედ მინდორზე რა ყველა მითის ეს ადგილი მე მგონი. და შევხედავ რა გაუყვები ახლა აქეთ იქით. ნახოთ აბა ერთი. ვახ. იყო დარტყმა. ნაპირთან ახლოს. ვიღაცა ნავით დაცურავს. აი წააძრო. ოპა, არის. რაც პატარაა, მაგრამ კაია რო არის. მოკლედ როგორი სიტუაცია ახლა რა ხდება. ლოვას დაუდე სანაძლეო. მოკლედ სანაძლეოს აზრი იმაშია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში, ანუ ზამთრამდე რა, მოკლედ სანამდეც ვითევზავებთ. რამდენჯერაც ერთად წამოვალთ, ერთხელ მაინც თუ დაიჭირა იმდენი თევზი, რამდენიც მე, ну კიდევ დაჟე ფორით, დაჟე ცოტა ნაკლები, 5 თევზით ნაკლები. მაშინ მოგებულია და ჯერ არ შევთანხმებოდეთ რაზე, მაგრამ რაღაც ეხა მოვა და შევთანხმდებით რას მოიგებს. რომ მინდა სტიმული მივცე, რომ 1 წელია თევზაობს უკვე სპინინგით და ფლუოროკარბონის გადაბმა არ იცის, კატარება არ იცის წესიურად. მინდა რომ ისწავლოს და ეს სტიმული რავი აბა თუ დაამუღამებინებს უკეთესად მე გამიხარდება. ოპა არის. ლოვა 2-0 ძმაო. მოიფიქრე რა უნდა მოიგო? თუ ფიქრობ კიდე. ჯერ ჩააგდო რა, ნიძლავი დადებულია და ჩააგდებ თუ არ ჩააგდებ, უნდა მოიფიქრო.
რისი მოგება გინდა? მოდი ისიც ავთქვათ, რამდენი ხანი ვთევზაობთ? სანამ არ დავიღლებით, კაი. დაღლამდე თევზაობა მინდის დღეს. ვა. ხანა დარტყმა. ვა, დაიჯდა რაღაცა. კაი ზომა. ნაპირთანვე. მოდი აქა. სამი-0. ესეთი. არ მიშვებს ეს ადგილი. აი, აბა ისე ვიქიჩავდოთ. თან დაბალი წყალია, უცბად ეცემა ალბათ რავი. მეტრა მაქსიმუმ სიღრმე ხა იქ სადაც ვარდება. არის. ესოთი. მოდი ბიჭო, მოდი აქ აზის თევზ. მოსულა ტოჩკაზე დადგომა, ნუ გეშინია. მოდი. კარგია, აქტიურობს. აუ, თუ კარგად. კემ რაღაც ცოტა ბუთხულზეც დაჯდეს. არა, მე ქიმედი ესეთ პატარა სილიკონზე და პატარა ანკესზე. დიდი ქორჭი ლაიფარგის იმედი სულ არა მაქვს. რა სილიკონი გიყენია, აბა? რით თევზაო ბავშვი? ეხა მოვედი რომ ნახო შე რითი ისე რომ. მოგცე? აბა მანახე რა გიყენია. ბიჭო, მწვანეზე მოდის რა. აი წინაზეც მწვანეზე დავიჭირე, ეხაც მწვანეზე და მოდი მოგცემ. რომ ერთნაირ პირობებში ვიყოთ, მე რა თქვა რომ აი ზუსტად რაც მიყენია იმ სილიკონს გაძლევ, აჰა. ეხა ნახე. ოპა. გორც გავიფიქრე რომ გადავიდე მეთქი და ეგრევე დაჯდა. აი ვერ წავედი აქედან. ამათ უკვე ქვირითი დაყრილი აქვს, ნახე რა წვრილები არიან. არც ერთი არ არის ვიპიანი. გადანაცვლება მინდა იქით ცოტა. უფრო კაი ადგილები მეგულება. რა კაც რომ მოდის. რა დარტყმაც არ ქონია? მიყურე და გაიმეორე.
ოპა. დააჯდა ნაპირთან ჩაუვარდა ყბაში ეგრევე. ამას ქვირითი აქვს. ამას გავუშვებ. გატარებას აქვს მნიშვნელობა, შევუცვალე ცოტა სტილი და ლეო ესეც უნდა გავუშვა ძმაო ეს მე7-ია просто ისმიანია რა ქვირითიანი 7-0 აუ ჯერჯერობით ეგრეა ხა ჭე დივიზიონიდან ახარ შენა ჭე კლასის დივიზიონიდან ახარ შენა მე კიდე A კლასში ვარ არა A კლასში არა ვარ C კლასში ვარ რა სადღაც ჭე კლასი მოგლეთ ესე შევთანხმდით არა თუ მომიგე მე თუ მოგვინდა კიდე გავმაძავთ ოღონდ სხვა პირობებით მაგრამ ეხა გვაქვს ესეთი პირობა მოგლეთ ლოვამ უნდა დაიჭიროს იმის ნახევარი მაინც რასაც მე დავიჭერ და მოგებულია მაგ შემთხვევაში ამისთვის აქვს მთელი სეზონი აი რავი დეკემბრამდე და მაშინ არის მოგებული და თუ ვერ დაიჭირა მაშინ მე ვარ მოგებული და რას მოვიგებთ მაგას რავი ფიქრობს აგიჯერ კიდე რას წააგებს უფრო სწორად ხო აბა დღეს იავნად არ აქვს შანსი ეხლა რაღაცა ბუდეს თუ იპოვი და დააჯდები და ყარე კიდე შეიძლება მაგრამ მე გიცოდე მოსული პონტია შემიძლია მოვიდე და მე ჩვენ ბუდეში ვითევზაო შენ შეგიძლია მოხვიდე მე თუ ვიპოვი და მიდგე გვერდზე აი ამ გატარებაზე დაურტყა წეღან შეუცვალე თუ არა ეგრევე ორი ამორტყმა ერთი აი ორი ამორტყმა ერთი ამოტრიალება ხო თქვი იბინა აი მერვია ეხა ეს ძმაო ხო ეხა ამ წუთას არა რო დავამთავრებთ იმ მომენტისთვის ხო ეხა რომ მე მეტი ვერ დავიჭირო და 4 დაიჭირო კი მოგებული ხარ ეს მეცხრე მოგლეთ თევზი მოდის ისე რა აი ვერ იტყვი რომ ცუდად მოდისო მოგლეთ არის დარტყმები რაღაცა გაქცევები აი ესეთები ჯდება არა აი სიარული უნდა რა ერთ ადგილზე 3-4 თევზი დაჯდება მერე ჩერდება აღარ ურტყავს მოგლეთ ცოტა დამუღამება უნდა აი ხა აქაც ამდენი ხანი ვიდექი 1-5-6 ჩაგდება გავაკეთე არაფერი დარტყმა და მერე ესე აქაც ცოტა ნაპირისკენ გამოვუშვე და პირველივე გატარებაზე დაჯდა. ეხლა მივუყვებით იქით სათავისკენ. იქით რაღაც კაი ადგილები მეგულება პატარა მინდორივითაც არის და მე მგონი რომ იქნება მაინტერესებს ეს მაღალი ტესტის ანკესიც მომაქვს. იქით ფარგის ესიც არის შანსები ხო და მაინტერესებს უბრალოდ ამ დაბარილ ტესტით რამდენ თევზს დავიჭერ აი რაოდენობას მაქსიმალურად შევეცდები რომ არ გადავიდე დიდ ტესტზე მაგრამ ნახოთ იმის მოღამიც მაქვს შეიძლება შორს იდგეს თევზი ან აი ფარ გადაჯდეს რა ბოლო მართლა
მოაპირთა ახე რა. აი პრაქტიკულად რავი აი ეგ ნაპირიდან 50 სანტიმეტრში. ორი ცალი ამოვაგდეთ ბაო აი ამ წუთას. შანსი არა გაქვს შენ დღეს. დღეს აი ხო დღეს პერვი გუსია ხო იცი რო იცი რა ეკრება რა. რა პერვი ბიჭო უკვე მეორე წელია ერთადავ თევზაობ პერვიო. ნო ეხა ინტერესი ხო არ ქონდა და ეხა გვაქვს ნო და ეხა ნახე. ო რა ინტერესი გვაქვს ეგეც ვერა თქვი. ხო სავარაუდო ხო ვიცი. სავარაუდოდ არის ესე იგი ტელეფონი. iPhone 15-იან Samsung S25. თუ 16 ხო ბოლო რაც იქნება იმ მომენტისთვის მოკლედ ეგა. შენ გინდა iPhone-ი მე მინდა ისა Samsung-ი. всё? უფრო მაგარი სტიმული გექნება, აბა ეხა 5 ლარზე თუ დავნიზლავდით დაიკიდებ ისე ფეხებზე. მიდი. თანახმახარ თუ არა, თქვი. ეშიდია ნახე ბიჭო, აი რავი. მოსულავ, всё. არა, მოიცა, ეგ ხო თქვი, დილით კითხე, როდემდე ვთევზაობთ, სადამდეც გვინდა, მე ვთქვი, დაღლამდე ესე იგი. დღეს არის დაღლამდე. შემდეგში დილით დაწყებ. ნუ დაღლამდე ნიშნავს რომ მთელი დღე. აი როგორ იცი, აი დავუშვათ აი წასვლის დრო არის, როცა უკვე აი ადამიანი რომელსაც დაუშვათ აგებს, ხო? ის იძახის რომ აი კაროჩი კიდე აი რაღაცა დროს იღებს და მაგ დროს რო აი მე დრო რომ დავდავდება, შანსი აქვს რა რომ დაიჭირო. მოდი მაშინ დრო უნდა დავთქვათ რომ აი ამ დრომდე მოქმედებს ესა და მე დალშე დარჩები თუ არ დარჩები, უჟე всё ნივაჟდა. 12 საათამდე. გაწყობს? როგორ აი მოვედი და 12 საათამდე? ხო, ყოველთვის 12 საათამდე არის, რავი 5-6. როგორ იცი, აი მოვედი დილით და დილით ვიძახით რომ დავშოთ პირველამდე ვარ. მაგას გეუბნები მე მეც წეღან ეგ გითხარი. ხო და მაგას ვიძახი რომ ყოველ დილით რომ მოვალთ, უნდა დავთქვათ რომელ საათამდე ვთევზაობთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ტურნირი რომელ საათამდეა. ხო და დღეს რომლამდეა, აბა ეხა რომელია? არ ვიცი. რა ვიცი 9 დღეს ეხლა ნუ ეს თემა ეხა რა თემა. ან დღეს ჩამოყრილი გაყურები უკვე იცი რომ ვერ მოიგებ. თან დიდანკესზე გადახვედი, ხო? მოდი ფარგა როგორ ჩავთვალოთ, იცი? თუ ფარგა დაიჭირე, აი ყველაზე დიდი ქორჭილა რაც მეყოლება ის დავატოლოთ და რამ ხელა რამდენითაც მეტი იქნება იმდენ ქორჭილად ჩაგეთვალოს. სამჯერ დიდი თუ არის, სამი ცალი ჩაგეთვალოს. არა, მოდი ფარგა იყოს როგორც ორი. მე უფრო კარგ ვარიანტს გთავაზობ, რავი, ხო, მინიმუმ როგორც ორი ისედაც გამოგდის ჩემო ვარიანტში და შეიძლება მეტიც გამოგივიდეს. არა, მოდი ფარგა იყოს 5 ქულიანი ძმაო. თუ ფარგაა, ფარგა იყოს. 5, ერთი ფარგა არის 5 თევზი. არა, აი დიდი რა, აი მოშნე ხა აი პატარა არ ითვლება. კილო და მეტი, კილოზე ზევით. Lovчик. Лёва. 11. ფარგაც იქნება. მიდი.
ორს არა 7 დაიჭერ 7 ფარგას ორ ფარგას დავიჭერ უცბათო და მოგიგებო არის ეს 12 შეგ დღეს კიდება 7 ფარგა ესე ვარა კაი რა ლამაზია როგორი ზოლიანია ახ შუათი ესეთი ჭრელი ზოლიანი ტიპი არ არის არაფერი არტყვა რამე რუმე შანსი არ არის რომ არ იყოს ძმა წაგდავდოთ ვანახოთ ახლა ლოვას კლასი შენ ძახი რო აქ არ არის თევზი ხო მაგას ამტკიცებ შენ მაშინ რა თქვა მე ვერ ვიჭერ თქო ჩვენ უნდა გაგაბრაზო, ნერვები უნდა მოგიშალო, მოგითხარო, იცოდე. თევზი როგორ არ არის, ბრატ, აი ხა ნახე. ოპა! ეგრევე ყბაში. როგორ შეაფასე, ბაბა, რამდენად შანსებს მოგები? დღეს? არა, საერთოდ? 50 არა, ალბათ უფრო მეტი გაქვს შენ შანსი მოგების. მე ვფიქრობ რომ 100% მაქვს. შენი ამბავი რომ ვიცი. ბიჭო, თუ არ განვითარდი და ამ დონეზე დარჩი, 100% კი არა, 200% მაქვს და თუ ეხა ისწავლი და რაღაცებს მიაქცევ ყურადღებას, მაშინ გექნება შანსი. აი ხა აი არ გეუბნები არაფერს და რაღაცა უაზრო გატარებებს აკეთებ, იმიტომ ვერ იჭერ და ვაფშე აი არც უყურებ რას ვაკეთებ. ნუ აი რავი, რა უნდა დაიჭირო. დაცემას ვაფშე არ ელოდებ, ნუ აი ავი დავიღალე უკვე და იგივე რა. ამიტომ მე აღარ გასწავლი არაფერს, всё. YouTube-ი მისი ჯანი. შეგიძლია შარშანდელი ჩვენი ვიდეოები ჩართო, რომ გასწავლი გიხსნი რაღაცე. გადაიმეორო. მიდი, აბა. პირველი ტაქტიკა ეგ არის, რომ უნდა დაამუღამოთ დაცემა, всё. სანამ მაგას არ დაამუღამებ, რაც არ უნდა ატრიალო და ათამაშო, ეგ აზრი არ არის. არა, ამე სხვა ფერი ხო არ შევთავაზო, ეს მწვანე კაი გასაგებია და იქნებ რამე სხვა ფერზე უფრო კარგად მოვიდეს. ვა! აა, ძმა ხო გითხარი მე ტოჩკიდან. არა, ძმაო, ტოჩკიდან მეთქი თევზის გარეშე არ მივდივარ, რო ვიძახდი რა. აჰა. ეხლა თითი. ეს არის ჩათოლადი, ძმაო, ეს არის 14 რა, 15 სანტიმეტრი. всё. აღარ ვითვლი მოკლედ, რავი რა აზრი აქვს. ახალი ტელეფონი მაგარია ახალი წლისთვის. აგრად გაასწორებს.
გავაგებ შენ ვის. ხო, ავარა, ჩაბარევისას უნდა გადავიღოთ. საღოლ დაიჭირა. გილოცავ პირველი თე. ძმაო, შენ სანამ მეორეს დაიჭერ, მე კიდე სამს დავიჭერ. აღერა ხორციანი რა. ბაზარი არ არის. ბიჭო, ფარგა ხო არ არის. არა, კუმბრია ბრა. სკუმბრია სიონზე ძმაო, აქ არ არის სკუმბრია. 14-1. 14 თუ 13. არ ვიცი, აი ვიდეოში უკვე დავკარგე რა, თულა და ორი ცალი მყავს გაშვებული და დანარჩენი აი აქაზის. ერთია შენი აქედან. შორს დაგიჯდა ბრატ? შორს დაგიჯდა? მნიშვნელობა. შენის პინტი მეთევზები რო არიან, ვაფშე არაფერს არ არის, თან რო გეუბნება და თან არა ისეთი. არც ისე შორს და არც ისე ახლო ძმაო, არც აი რავი რა, როგორ გითხრა. ხო, რასაც მე ვიცახდი, ზუსტად ისე. შორი ახლოს. მეც თუ გავაძრე ხა ეს დიდი აკესი, მე ნახე შენ. ოპა. აბა რა, ამას გაუშვებ, ძალიან ღიპიანია. და პატარაა ისედაც. ისეთი. დაძდა კიდე ერთი. ცოტა გაჩერდა რა თქმა უნდა. ისე აღარ უტყავს რომ გივიდა. არა. ცებნა უნდა რა, მოკლედ აი რაღაცა ადგილებია, სადაც მოდის. უნდა სიარულისო და იქაც აი რამოდენიმე თევზი და ჩერდება, უნდა გადანაცვლება ერთი კიდე. არის. ნელი გატარებაზე დაჯდა რა. ნელ თამაშზე. წუნიკია უკვე დაცულია. დაჯდა კიდე ძალიან გაჩერდა გლოვი, მაგრამ აქა-იქა მაინც უტყავს. ოპა. ნორმალური ზონაა შედარებით. რა არის? ჩემი დღეა? დღესაც ჩემი დღეა, ხვალეს და ზეგაც. შენ შანსი არა გაქვს. არის. თევზი მოდის ღელესავით, ძმო. თერჯიკოს მოგითხვა. ცოტა დავისვენეთ, ბურვიჭამეთ. არის ახლა 11 საათი. და ვაგრძელებ ისევ რა. არ მეყო რაღაც თევზაობა. დავიჭირი აქამდე სადღაც 14-15 წელია რა. რაც არის, ხო და გადავა ახლა ცოტა მაღალ ტესტზე. ჩემი იმპულსი შეუცვალეს Skyline-ით 3-დან 12 გრამამდეა ესეც. იმპულს წვერი გაუტყდა
და წვერი ვეღარ ვიშოვე. არ არის მოკლედ და ვიყიდი ახალი ანგესი და ძალიან კმაყოფილი ვარ რა, ცოტა ხისტია იმასთან შედარებით. იბურსთან შედარებით, მაგრამ ძალიან გრძნობიარია რა. ძალიან მომეწონა მოკლედ და ნახოთ აბა ერთი. იქნებ შორს იდგეს თევზი. არის. შორს დგა თევზი ესე იგი. ბიძა პირველივე ჩაგდებაზე. რა, ნესტოშია გაყრილი ნახე რა. აბა დიდების ადგილი ეს არ არის, აჰა, მასაც ხიზილალა გაუშვებ. დიდების ადგილი სადაც არის, იქ ვერ მივდივართ, აბა. მანქანა ყავს ცუდად. არის. ფარგა. პატარა ფარგა. პატარა ფარგა. მეგრა ყბაზე დამოდებული სურათი გადავუღოთ და გავუშვოთ პატარა ფარგა. всё, გავუშვოთ. იდი. და პატარა ქორჭილა. მოკლედ თვალად არ ჩერდება, არ ყვდება რა, აი ალბათ 10-15 წუთში ერთხელ ურტყავს, აი არ არის ისე რომ ურტყავდეს და ვერ იჭერდე, ან ურტყავდა ეგრევე იჭერ რა, მაგრამ დიდი ინტერვალებით აი ესეთი. აქედან ამდგომ მიაღარავარ. всё, აქ უნდა მოვიდეს თევზი, სხვა გზა არ არის. გამართლა მოკლედ მჯდომარე თევზაობა. გაჟდა თევზი შევცვალე სილიკონი ახლა. აი ვფიქრობ რომ ეს არის რამღრიე წყალია და დავაყენე თეთრი ფერის სილიკონი ამჯერად. ნუ პირველივე ჩაგდებაზე აი და თეთრ ფერზე. მოკლედ დამთავრდა დღეს ამით თევზაობა, არის რაღაც პირველი საათი 2-ია დაწყებული და всё მოკვდა რა, აღარ ურტყავს საერთოდ ჯამში. რაღაც 20-20 რაღაცა ცალი დავიჭირე. რა ვიცი, შემდეგი თევზაობამდე. როცა იქნება, არ ვიცი ჯერ ნახოთ, აბა ჰე.